დაარეპეტე. გამარჯობათ, მეგობრებო, მივდივარ თუშეთში. არა. ბიჭო. ეს ის გაბონაკლის შემთხვევაა, როცა ვიცი სად მივდივართ. მაგრა ვიცით ოღონდ რა. თუშეთი ვიცით. მაგნიტთან არ გადაგვიწყვეტია, რაც თავარია, სად მივდივართ. თუშეთი ვიცით, მაგრამ იქ სად მივდივართ? ერთი თუა დაგეგმილი გვაქვს. მაგრამ არც ერთი არა ვართ ნამყოფი და იმედია უკან დაუბრუნდებით. გზას გამოვაგდეთ. იმედი არის. ტრადიციული. გააქნიე დროშა. დროშის გარეშე არ დავდივართ. კი. სად არის? აი, ლევანამ სტომარსაც დროშა უშოვა. თუ არ არის შენი დროშა? აი, პატარა დროშა კიდე მაქვს. აბა ახალიც დაუტრევია. ვანა. დროშიანება ეს არის. გადროშიანება ახალი მოდით, ახალი სტილით. საქართველოს ის გამოვაკრათ სტიკერი. სადა? კაპოტ ძრავს ახობს. შენ ვიგნი ვიგერე გამო. დღეს სამი ღამე არ გვძინავს და პირდაპირ განსხვავებულებით დავიწყეთ. თან პატარა არ იყო თორე, განა არ გვინდოდა. იმედია გული გადაგვირჩება სამი დღეს უძინან ხალხს. ოპა, გადახვით, აი დაიწყო ჩვენი გზა. ესე იგი თორი გვაქვს 3 დღე ვიდივარ თუშეთში. უკანებს არ უთხარ, მაგრამ ასეთ ადგილებში ეჟი ნაგლოში. ხოდა პატარ-პატარა ჩართვები გვექნება ხოლმე. ეხლა ესე სუხრი გზა გადავიღო და რაღაცა, მაგრამ გვეზარება სინამდვილეში მართალი რო ვთქვათ რა. აი რაღაც მომენტებს გადავიღებ ხოლმე. ერთი არა ვარ აქ დამყოფი თუშეთში. ვიდივართ პირველად. და მთელი ცხოვრება ეპირადად მესმის, რომ თუშეთის გზა არის ძალიან საშიში. და ყველაზე საშიში გზაა. და სიტყვით აჩო იქნება ეგრე? ამორი. ჩემი აზრით ჩვეულებრივი მთის გზა არის. რასაც ყოველ შაბათ-კვირას თუ არა, ყოველ მეორე შაბათ-კვირას ჩვენ დავდივართ. ო. ჯერჯერობით მართლა ეგრეა და. ხო, ანუ შეუგლებრივი კროსოვერი ივლის ყველა. პრობლემა თუ მანქანა გამართულია და თუ საჭესთან ის ისე თუ ასე მცოდნე ადამიანი. კი ბატონო. ახლა პროზევით ვავალთ. უფრო გამოჩდება და კიდევ ჩვენს აზრს ვიტყვით. თან რავი ხა არც მთები გვიკვირს ზოგადად ერთად სიარულის დროს, მაგრამ რავი მე სვანეთი და რა რაგელე ჩხუბიდან აგი გორიდან არის მთებში გვია ბევრი, ერთად ბევრი გვილია და ჩვეულებრივი მთის გზა ჩვენი აზრით. ნება ცოტა ისეთი. ამას რატო ვამბობთ ახლა, როცა თუშეთის გზაზე დაიწყებოდა ლაპარაკი, ყველას არგუმენტად ის გქონდა, რომ თქვენ არ ხართ დამყოფი და რა იცით. აგი აწი გვეწოდინე. აქ მურადად ვიწევს. არ შეხვიდეთ არანაირ შემთხვევაში. მერე რომ არ თქვათ ვაიმე რა სამურთულია არის სპრინტერი
ისევ იქიდან მოდის და ესე იგი იყო ბოლომდე ასული და ჩამოვიდა სპრინტერით. ჯერჯერავით ისევ ჩვენ აზრებს ვჩებით. ირადო. აი განაირად ასე. ხოსტა გამაგიბდა. ხოდ გამოართოთ ინტერვიუ. ბიჭო, გადააყენა. როგორ გაგვასწარით? იქაც გავჩერე. ტურისტები ხო იყვნენ გაჩერებული და გააჩერა ამას ტურისტი. მე მგონი ეს ფულს აკეთებს ის. დირექტორი და ის კი არა მოყავს. ამას დაუდეთ თქვა თორე გააფუჭოს იმანქან. გააკეთა. გაკეთა. ხო არ დაგიდო უკან. ეხლა არ თქვა რუჩნოი გავაკეთე. აბა გავაკეთეო. თუ გააკეთა, რამდენი ვარია? შატაკ. თუ გააკეთა, მაგიტო პინაღავრო გადაუარეთ მუსიკოს მანქანა. აი, აქიდან უკვე ის მონაკვეთი იყო ცუდ. დღევანდელ ჩვენ ტურში ერთადერთი გმირი გოგო ვინც უნდა ჩვენ ხუშტურებს ვინც უნდა გაუძლოს. რატო არის? აი, უნდა გაიჭრინო სადღაც. რატო უნდა გაიჭრინო? სად უნდა გაიჭრინო? სადა მარტივად გაიწყება ლამაზი ხედები. აი ხესაც ვიარეთ, მაო მე ჩემი სტით ბოლომდე ვივლიდ. ორი დღეა მანქანამ რაც ფერი შეიცვალა, რაც შეხება რა და ეხა უკან მივყვებით 1.5 საათი მიწის თხილს ვჭამდით მედარობო და უცებ დავხედე და ეს ტვერი სულ ამას არ შემოეყარა რაღაც. გაამწვანა და ნახე რა ფერია. აი მის ტვერი მოგვეყარა და მიწის თხილი მომიიღო ეს ფერი. ო და ხოვეთ. ადროზე ხოვეთ. ალბათ აი ესეთ დეტალებზეა ყველაზე სახიფათო, რადგან მობილი ჩამოწვა და ხედულობა ძირითადად არ არის სახარბიელო, მაგრამ ყველაფერთან შეესია. გოიგრია. სიტუაცია ის ჩამოწვა. არ არის. ამაზე იბანენა პირე საბადურის დღეზე დილიში წაძე ნებისმიერ დროს წადი და ამაზე ბევრად ნაკლები ხედველობაა ისეთი მისლით. ესეც ესე აი ხედეც ხო? ხედი სასწაული. ეხლა ჩვენ ამოვედით ველოდებით დანარჩენ წევრებს და გავაგრძელებთ გზას. ეს არის ღრუბლებს ამოთ. კაფე ღრუბლებს, ამ შემთხვევაში ღრუბლებში. აქ ამოდიხართ, ჯდებით აქ, ყავასთან, ლუდთან ერთად, აი ესეთი ბუნებრივი რაღაცები ქვებით და ამბებით. შედით კვებით, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ვერ თქვევით. ჰა? გავგზდრენ. შეიძლება ვერ დაგვინახოთ და გაიაროთ. ზუსტად 11-ში არიან, აბა ჩანს. ხედავე. ცოტაზე რომ ავიდეთ გასყდება. ვიჩო კარი როგორ გააღო იცი? არიგებოდა რა პერიოდო და გადეხო აქ. აჭერს და ამოვაქავი დაიკეტება, ამოვა დაიკეტება და
მომიაჭრა ფორსა სენსორებს შეუვიდა. და გაიყო რა. იტანავედრო ტექნოლოგია. კიდე ეს თეთრი დროშა რო იყო ეგ არის ხო? This is the biscuit with walnuts and a peel of Какие платья? А, так ты чего? Шкода ты вам сильно. Давайте се. Você mam si też რა ხდება ლევან? გამარჯობა გენც. ილიას როგორძე. გალურჯებული ხარ. ამისი მეზე წამოვედი. უთი მქონდა რა სარჯავტო მეთქი აწმდა. ის არის რა ვქი, აქ ხო საუკეთესო ყავა. აბა. ყველა ვარიანტი. არის სხვადასხვა ყავები, მაგრამ აქ საუკეთესო. მაგერა გაიარეს. წადი იქით გასიჯეწო. ნორაბებო კაც არის? ის შაბათ-კვირას კეტავს. ნორაბებო ფარცეზი დაძირეს, მაგან გახსნა. მარკეტინგი მუშაობს, გაიგეთ, ნორაბებს ინტერნეტი არ აქვს. აქ რო იჭერს. იმიტომ მუშაობს ეს. სიმღერებს უსმენთ იდეალურად. კარგია. კაია ის. coffee and one cake. 1 cake and 2 coffees. 22. Yaxıl can kurudulad şemi pardanos Kirslebeşi gaxvi başteydi karse ესეთი ლამაზობები შეგიძლია აქ რო ამოყვარ ვისაც შეგწირდებათ ხელთათქმანებიც არის Hiç komentarız kadi qridem საფეფარო შევიკითხე და პირდაპირ წადიდოდა მე სადმე ჩავჭეხებით აი სადაც კუთხეში ნოდო ცოლი წავიდა და შეგიძლია ამ მუსიკაზე დაიწყო ეხლა იმიტომ რომ მოვა თუ არ მოვა აღარ ვიცი უკვე ვერ იცი მედია ხდება რომ კადრში მოხდება ამის და ო აბა მე პოლის ჯოხი მე მოხდება ხო იცი თან არ ვსაუჭერი შანსა მეზარება მე პოლის ჯოხი მოხდება აბა გაგვივაჯოს რაღაცა ის არის 2000 რამდენზე ვარ? ხარი კიდევ ერთხელ ბრელოკი მიყიდ. აი რატო არ უნდა წამოიყო არ ცოლი ზედმეტი ხარჯია ზედმეტი აბა თვითონ ისდოდოს. და თუ ხინგალი გინდა წინასა დაურეკე. ჩემი რძალი. დაურეკეთ, I will make the business at the same time. არულია აქვს იმ დაურეკეთ და ის არის რა ქვია, უთხარით რომ ხინგალი გინდა. Special ხინკალი? ხო აქ მოვიდრე ხინკალი ავჭაბოთ როგორი გინდა? ფრის გინდა, შერეული გინდა. რაოდენობა მაგდო კითხეთ ხევსურეთში რომ ხავით მაგალითად რაოდენობაზე ყველა ვარი რამდენსაც შეუყვეხო წინასწარ დაურეკეთ, ეს არის ჩემი რძალი. წინასწარ დაურეკეთ და უთხარით რომ აი ამდენი ხინგალი გინდა. 2 days later 10 ლიტრია წყალს მომიტად. რა ხდება რა ხდება წყალი თუ შეგხვდება მოკლედ წყალი არა გვაქვსო და რაღაცნაირად ვცდილობთ რომ შევთანხმდეთ წყალი ჩვენ მოვიტანოთ რომ არა ქვერა ეგრე სიტყვით წყალი უნდა მოვიტანოთ ჭურჭელი უნდა დაურეცხოთ და მერე გვექნება ხინკალი
ესეთი ბარტერული გაცვლა არის. არა, ხო არა, ჯერ დავფიქრდებით მე გავრეცხავ ჭურჭელს, ოღონდ კალი ვჭამოთ. ხო, კალი მოიტანე. ჭურჭელს საერთოდ დაკარა ხო? მოიცა, ჩვენ არა, განა ჩვენ რასაც ვიფიქრე. ავედი მაშინ. შეჭამი და ერთმანეთი არ დაჭამოთ. ბედნიერ. ავიდა შემდეგი გაჩერება სად გვაქვს? ვითო. იცი, სამის კი აღარ ვიცი. დააჩეს ვიკითხავთ. წავედით. აი ადამიანთა მამონატრები ხარ ხაგირო ეხო აშტოდმ თაწვე აგერ შეგტობი ჩემთვილ თუშეთო ამტრის ფურთე გაგაკეთე ნელა Apădeavă gură dulă, ce pare fi să te starea. Isule văjiva, აი ოპერატორების ბედი. გადავიღე და ბედი ლავის წავიდე ჩემს გარეშე. გადმოფრინდე. იწვიბოდა შემაცვია. მე ამას დავაბრუნებ ამ კაცს და ვითომ წინ მიდის. მე ამას დავაბრუნებ ამ კაცს და ვითომ წინ მიდის. ეს არის მაგარი არაპროგნოზირებადი ადამიანი. რა უნდა? წვალე კალმახი არ მინახავს. ჩაურთო ახლა რაღაცები. Ragin down with road. Feel the drum beneath your feet. მე უღლებ ახლოს მომიყვანა რომ უფრო კარგად შემეხედავ. ფეხი არ გადმოდგან.
აჩერდი საგლიდი Sing with fire, dance through dirt. Spirit of the trees, guide our flame. We remember, we claim. Rivers carry sacred sound. Wolves are howling truth around. Open hearts and open skies. We dance. We rise. Rise, rise, child of earth. Sing with fire, dance through dirt. Spirit of the trees, guide our flame. We remember, we reclaim. We are one. We are one. შეხედე ზრდასრული ხალხი შეხედე რა ეცაკი ორი არ ვარგა რა. აი რიკის ყვა არის ამისთვის რა. ეს ყვა არ ვარგა. როგორ არ ვარგა? ხაჩვე რაკით არა ვართ რა მყოფი და დაჩო დრონით იღებს როგორც ყოველთვის და სწავლებით მოვდივართ ეს პირველი სოფელი როგორც ვიცით უნდა იყოს ხისო ეხლა ავდივართ ან შტროლთასკენ ან ხახაბოსკენ ჩვენც პირველად ვართ და ზუსტად არ ვიცით მაგრამ გავერკვევით ეს ერთ-ერთი უნდა იყოს ან შტროლთა და ხახაბო ჩემი აზრით ეს არის შტროლთა და ეხლა ავდივართ ხახაბოსკენ თუ სწორად ხვდები აი სოფელი უნდა იყოს ხახაბო და მაგით ისიქით გამოჩნდება ომალო ედები არის სასწაული დრონი დაგვეკარგა სიხშირე გაიჩა და ჰომზე დაბრუნდა ნახე ბიჭო ტოტებში როგორ დაჭდა მანჩი და ეხლა ვიპოვე ზომა დამია ა სიტყვი რაღაცა ისე მუხამი ამასაც აქვს არა მაგარი რო არა თუნდა ლაპარაკი ანუ არ ვიცი სად ვიდივართ მაგასაც რაღაც თავისებური მუხამი აქვს და გზა რო არ ყვეთ სადაა ხო
კი რა გელოდება ვერ ხედავ. ანუ ძალიან კარგია, როცა ჩვენ დღეს დავითა არა ყავს, რომელიც ნამყოფია და ისე თუ ასე იცის აგე და იქით უმალ ისე თუ ასე იცის ადგილები და კაია რა თქმა უნდა იმას თავისი ისა აქვს რა, რასაც თავისი მოღავი აქვს, რომ იცის რა სად მიდიხარ და ყავს ვიღაცა ისეთი, ვინც გაგაკვალიანებს, მაგრამ ამასაც თავისი მოღავი აქვს, როცა ვაფშე აზრზე არ ახარ, სად მიდიხარ და გზადაგზა აი ცოტა ისეთი ქვებია, უფრთხილებით რომ უნდა გადაიარო. გზადაგზა არ ყვევს სად ახარ რა. ძალიან სილამაზეა აი ძალიან. და მე ძალიან მიყვარს ესეთი ადგილები, სადაც ტყეც არის, თაც არის, კლდეც არის, წყალიც არის, ყველაფერი არის რა. დინარეც. აი ყველაფერია რა, მე პირადად დაჩოსაც ესეთი ადგილები ძალიან მოგწონს. გამარჯობთ. ხახაბო მოვინახულეთ. ეხლა მივდივართ ომალოსკენ. აქედან სამანქანო გზა აღარ გადადის და უნდა ჩავიდეთ უკან და გავეშუროთ ომალოსკენ უკან. ხახაბოში ვისაც სურვილი გექნებათ, გესტჰაუსია პატარა. როგორც მითხრეს, 30 ლარია ღამე და 70 ლარია კვერპითო. მოკლედ რო რამე იყოს, იცოდეთ რომ აქ შეგიძლიათ ამოხვიდეთ, დარჩეთ და ამხედით დატკბეთ დილით რო გაიღვიძებთ. იდეალურია. ოდა, ეხლა ვიყავით ხახაბოში. ეხლა ვეშვებით. ცოტა შევჭამთ, იმიტომ რომ დღეს არავის არაფერი გვიჭამია და 2 საათია უკვე. რო ვთქვათ, რომ ცოტა რამე ვნახეთო. იმდენად ლამაზია, რომ ცოტა ამას არ ვქვია, მაგრამ ჯერ წინ კიდე ბევრია. ამიტომ ეხლა ცოტა შევჭამთ. დავისვენებთ და მე წავალთ ომალოსკენ და ომალოდან მე უკვე გამოჩნდება რას ვუსვამთ. როგორ აზიანებენ ბუნებას? აგზა. გადმოუხვია და ქვაზე არის ასული. ეს ვაფშე, ზახი სადავიდა. იმან ჯოხს გადაუარა, არა ხარ თქვენ დღეს წამოსაყვანე ხართ. ნელა. აუ ჩამოწუდა. ნელა დალახ ჩახვედი ამ ხვალ. მან ხიდები ჩართე. ითხარი ჩართე მეთქი დიაგონალ. ჩაუჭრა. აი აკრასაც იქნება. მალე შემოვა ბარმენი. შეკვეთა მინდა მივიცედა. ესეთ ლამაზ და გემრიელ ადგილზე გვინდა მეგობრებო, თითო ჭიქა მივირთვათ. თაში ამოვედით. კაი პური უნდა შევჭამოთ, კაი უნდა დავლიოთ და გავაგზელებთ მერე გზას. სხვანაირად რავა შეიძლება.
იგივე ორი მანქანა, ერთი მანქანა აქეთ, ერთი აქეთ. ამბავია ესეთი, ეხლა უნდა მოვიწყოთ სული და უცებ გავიქცეთ მერე. შირები არ მოკვდეთ, შევჭამთ ამ რაღაცებს და go. მარტო და ვინახე სადღაც. ოპა! აქეთ საჭმელს ვჭამთ, მერე აქეთ დესერტს ვკრიფავთ. აქვე, ბატონო. ნახეთ გამასი. თითო არ იჭმევა ძმა. ეს უნდა მოაგროო და ესე უყურე. ამაზე არომატულ მარწყვს ვერ გასინჯოთ, მართლა. მოვედით ცოკალთაში. სოფელი ცოკალთა. მანქანებს ვაჩერებთ და აქედან ხეხით მიუყვება აქ ქედზე გზა. ნახავთ სოფელი ცოკალთას. ისეც ჩვენი ცოკალთა. ისეც ცოკალთა. აქ პატივცემული ხენი ლამაზი ხარ. იქ უმალოსკენ ასასვლელი უღელტეხილი. უფრო ნასოფლარს გავს ვიდრე მაცხოვრებელ სოფელს. სასვლელი გზა არის ძალიან ლამაზი. იქით ის დიდი მასივით სავსე. ძალიან საინტერესო. ესეც ჩვენი ომალო ჩამოვედით ომალოში. აი კესელოს ციხე არის ის
როგორც ვიცით. მაგასაც გადავიღებთ როგორც გვეკადრება და ნახავთ მან კადრებს. ჯერჯერობით ალბათ რამდენი პროცენტი ვნახეთ ჩვენი ექსპედიციის ალბათ 30. ო, ხეშა. ხო, იმიტომ რომ დღის პირველი ნახევარია ჯერ 3 დღით ვართ. მაგრამ რა ვიცი, თუ არ ხართ ნამყოფი, აუცილებლად უნდა ჩამოვიდეთ და ეს ნახოთ. და თუ ხართ ნამყოფი, კიდევ და ჩავუხდეთ. თუ ორჯერ ხართ ნამყოფი, მესამეჯერ ვინმე არ იქნება ნამყოფი და იმის გამო წამოდით. აი, რა ვიცი. ეხო სვანეთზე ვაფანად, მაგრამ ცოტა განსხვავებული ორი ადგილია. მე რიტყვი ესე რომელი ჯობს. მაგრამ ორივე ძალიან მაგარია. კონტენტი დაიდო. Seinos es. Seinos tiki. ენებიდან ნიუტონები აქ ეს. ეს ტვერია თუ ბოლი? უნდა დიხა, თორე უნდა შემოგახვიოს ვიღაცამ ნაბადი და მადევნია ხარ. ეს ციხე. ჩვენი მაშინები, პიპიები. ნოდო. რატო აშენეს აქ ეს ციხე? ბევრი კვები აქ ეყარა და აშენეს აქ. აგე ასეთი განათლებული თაობა მოდის. დავაი, აბა გველაპარაკე. გვესაუბრე. ხო, ანუ მე ოსი არ ვილაპარაკი ერთად არ შემიძლიაო და პატარა კვები კვებდა, დიდი კვები ყდები. ზევით ავად და ჩაგერთობით ბატონ
ჩვენ გიდ ნოდარ საღინაძესთან ერთად. ნოდარი. ნოდარი. ნოდო. აუი პაპარაცი. გვესაუბრეთ თუ შეიძლება აქაურობაზე რა ხდება აქ სადა ვართ. ამის ასევე დავიწყე. დაიხმარეთ თუ შეიძლება. კლებში ცოტა არ ვიცი მე მაგ დროს არჩი. იქნებოდა 1945. არა. არა. ეს გეხმარებოდა? იმდე აშენო. ხო, ეს მშენებლობაზე დაისვა დღეს. რომელი წელი იყო თქვენ ამას აშენებდით? ჰაიდელბერგის ადი. გვინიცოდა. მოკლედ, ესენი არიან მასხარები, ჩვეულებრივი. მასხარის ვინმე? აი ესეთი სწორიფების ადი. ეს არის მაშინ ზემო ომალო, კესელოს ციხე. საქარაგია ამისით მაგიტო. არა, მაშინ ირგვლივ. ხედია. აგაზაგული რა ჭკიანებს. ეს ცოლქმარი ფერიფერსაგე კესელოზე ჭუსტებით თან ყვითელი რაღაცა თეთრი ნასკებით. თეთრი ნასკებით რაღაც ნაცრისფერებში ეს ტვერში შავებს იცვამს ყვითელი. ტვერში შავებით მოდის ალახში თეთრი კეტებით იქით რა ხდება იქით ჯერ არ ვიცით რა ხდება მაგრამ გავიჩვით სორის ზემოუბალო კესელო და კესელოს ციხე ეხლა მივდივართ გოგლაურთაში ომალოში ვიყავით კესელოზე ვიყავით და დილით დაწყებული ჩვენი ლაპარაკი გზა არის კი ბატონო რა ვიცი ძმაო მთისთვის არის ჩემი გადმოსახედიდან ყოველ შემთხვევაში იდეალური გზა ნუ მთისთვის არა რაღაც ვაკეში თბილისში როგორი გზაც უნდა იყოს ხო საკმაოდ ბევრი ასაქცევია გზაზე თითქმის გრუნტი სწორია თითქმის ალაგ-ალაგ კი ბატონო რა თქმა უნდა არის ახლა ისეთი სადაც ცოტა გაფუჭებულია მაგრამ ისეთი არაფერი ან თუ სიმაღლის შიში არა გაქვს იმიტომ რომ მაღალზე გიწევს გადავლა და დაბლა ძალიან დიდი ხევებია თუ სიმაღლის შიში არა გაქვს რა ძალიან კარგი ხსა ჩაოლებრივად თვლი რა კი ბატონო ეხა რო გაერკვეთ გეტყვით ოპელი შეგხვდა გზად შეგხვდა სპლინტერი ჩაოლებრივი სპლინტერი სავარაუდოდ 4-4-ზე იყო მაგრამ და აი ისეთი ჯიპები რომელიც ანუ კროსოვერია ჩაოლებრივი რა ჩვენც კროსოვერი ხო ჩვენც ჩაოლებრივი სუპარუებით დავდივართ ის გვახლავს მაგრამ ანუ ჩაოლებრივი მანქანა ერთი X5 ყავს ერთი Mitsubishi ყავს Pajero და ჩვენ გინახეთ კადრებში სუპარუებით ვართ ხო და ერთი რაღაცა მართლა ვინც ამ გზებზე დადიხართ ალბათ ხა ის თქვა არ გიდებათ მაგრამ დაღმართებში მაქსიმალურად მოხრუც მოუფრთხილდით ესე რომ ვთქვათ მაქსიმალურად დაბალი გადაცემით რომ დაეხმაროს მანქანას დამოხრუჭებაში და ეცადეთ არ გადაახუროთ მოხრუჭი დანარჩენი რა ვიცი დანარჩენი თუ სიმაღლის შიში არა გაქვთ კიდევ ერთხელ აუცილებლად უნდა ნახოთ აქაურობა ჩაოლებრივად თვლით მოგიდ რა თითქოს ყველა რთულ გზას რამე თუ ისეთი არის შემოვლითი გზები არის რომ აქციო გვერდი და
ცნობილი ნიამორის გადმოსახეთი. მე მგონი სწორად. აი ეგ არა და მანდა გვერდზე. ბატონო ირაკლი, ეს კესელოზე კი გვესაუბრეთ და ეს რომელ წლებში ააშენეთ? 20-იან. ჯერის ანძები დავდგეთ ერთი იქ. აგე იქ. დავდგა. მესამე ბილაინი უნდოდათ, მაგრამ მე მაგთი გახდა. კაჩკი დაიტანე. თავიდან ბილაინი იყო. და ეს შუა? ეს შუა ჩემი დადგმული. ბიჭო. და აი ესეც ბოჭორნა. მოვედით ბოჭორნაში. ბოჭორნა არის ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული პუნქტი ევროპაში. ცხოვრობს ერთი ადამიანი. იქამდე იყო უშკული. მაგრამ აქ თუ სწორად მახსოვს სახელი ირაკლი ექიმი დაბრუნდა მუდმივ მაცხოვრებლად, რის შემდეგაც ავტომატურად ბოჭორნა გახდა ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტი ევროპაში. აი ამაზე საუბრობდით, რომ მოვიარეთ ნახევარდუშეთი და აი როცა გული გულობს და მძღოლი ხარ, ყველაფრითაც ამოხვალ აქ. მოკლედ დავბანაგდით აგერ. შვენივრად. შენია. შევინაჯახი. კარვები, ვინც მანქანაშიო, ვინც კარავშიო. ani me shoqi var lokso tu. აგერ ოროთახიანია აქეთ. აქეთ ერთოთახიანია. აქეთ ერთი მანქანაა. აგერ აქ ორსაწოლიანია. მალე ვქნათ ბიჭო, ან ბალახის ჩამოზე გადა. აქანე გავშლით ბუტკას. ჩვენი სპონსორია ნორა ბაბო, ყოველთვის თან დაყვება ხოლმე და ეს ადგილებში საკვებით გვამაგრა. ყველანაირი კომფორტს გვთავაზებს, ხო? ყველანაირი პროდუქტი. ხორცეულობა, ძეხოულობა, პური, წვენი, წყალი, არაყი, ლუდი, კონიაკი, ვისკი. შეგენაცვალა. აი სახლები, აგერ ერთოთახიანი, ოროთახი, სამი, ოთხი, ოთხოთახიანი მანქანები. ბიჭო, ჩემი ცოცხკაციანია და დაჩულის ცოცხკაციანია ეხლა. ჩემი ვაფშე სამკაციანია. წავედი.